გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ თანდათან ქართული საზოგადოება შემიძლია თქვა ჩემი შეტყობით რომ იფხიზლებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ისეთი ადამიანებიც კი რომლებიც იძინა ივანიშვილს და ქოცებს ტაშს უკრავდნენ და ესაა ჩვენი გადამრჩენელი, ისინიც კი იწყებენ კითხვების დასმას იმ ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, რომელიც ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციაც შემოაპარეს ქართულ საზოგადოებას სიკეთის ნიღბით, რომ თურმე საქართველოში უპრეცედენტო ინვესტიცია ხორციელდება, რითაც ქართველები ავშენდებით თურმე და უნდა ავშენდეთ და 6 მილიარდი შემოდის. ხალხო, თქვენ პატარა ფულზე კი არა აქ ლაპარაკი, მაგრამ რისთვის ითესება ეს 6 მილიარდი, ამაზე ლაპარაკი არ უნდათ. არ უნდათ და ამ დოკუმენტაციას, რაც აქვთ ხელი მოწერილი იმასთან, რა ქვია, არაბებთან, ამას არასაჯაროვებენ. არ ხდება ამის გასაჯაროვება. აი, პროექტსო გავასაჯაროებთ. აი, პროექტიო იქნებაო გასაჯაროვებულიო, თურმე როგორ აშენები? და რას აშენებენ? მაგრამ საინვესტიციო ხელშეკრულება, ვალდებულებები, ამის ეს არა. ისევე როგორც რუსებთან დადებული საგაზო კონტრაქტი არ არის გასაჯაროვებული, ისევ სხვა ბევრი რაღაცეები. და იგივე თუნდაც იმ ნამოხვანის თემასთან დაკავშირებით კიდე რაზე ქონდათ ხელი მოწერილი და რაზე არა, სალამ ერთი ამბავი არ ატყდა, კაციშვილმა რო არ გამოააშკარავა ეგ ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილი ქართველებს და საერთოდ მთელ ერს არაფლად არ მიიჩნევს, საერთოდ არ აინტერესებს ამ ერის არც აზროვნება და ქოცები, აი სრულად ქოცები. ერის სადღაც 15% არც ამდენი თავისი წეული პარტიით. იტყვის მაგათი ბელადი, აი ესა არქიფო, რომ ასეა საჭირო წმინდა ბიძინამ, ასე თქვა, ასე იქნება საჭირო და ყმუია. ეს ხალხი ამ ყველაფერს უყურებს, ბიჭო, უყურებს, ყველა ნორმალური ადამიანი უყურებს ამ ყველაფერს და აი ფინალი მაგათი 13 წლიანი მართლობის გვირგვინი რა არის? 13 წლიანი მართლობის გვირგვინი არის ის, რომ საქართველოში ქართველს არ დაედგომება მასიურად ქართველი გარბის საქართველოდან და ჰაგარ ოფიციალურად გამოცხადებული 70,000 შეძლებული ხასუსვამ ფულიანი შეძლებული არაბის ჩამოსახლება საქართველოში, რომლებიც საქართველოს აითვისებენ, იმიტომ რომ ეს ბაღნარი, რომელიც ჩვენა გვაქვს, რომ სადაც 14 ბუნებრივი სარტყელია, სადაც გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი ერთნაირად 4 სეზონი არის, წელიწადის 4 სეზონი არის, სადაც მთაც არის, სადაც ზღვაც არის, სადაც ბარი არის, იქამდე უდაბნოც კია საქართველოში. ყველაფერი არის ამ დალოცვილ 64-ში, რომელსაც გვეუბნებიან, რომ თურმე ღარიბები ვართ და ღატაკები ვართ. და თურმე ქართველი, საქართველო ღარიბი და ღატაკია, ქართველი თურმე ზარმაცია, უარგისია, სადღი გრძელოების მეტი არაფერი არ იცის, ქართველ კაცს არაფერი შეუძლია, ასე თურმე და რა თქმა უნდა დაიცალოს ეს ქვეყანა და ეს უნდა ჩაიგდოს ხელში იმ ხალხმა, ვისაც თურმე ამის აშენება, მოვლა, ფული გააჩნია და ასე შემდეგ. ხო, აი მე რამეს ხო არ ვიგონებ, ხო ეს აზრი ხო არის დამკვიდრებული. ქართველებს შეგვიძლია მარტო ნაცქოცობა რუსთაველზე, თურმე ესა ერი, ეს ბოზიშვილები ერთმანეთს ჭამენ და ეს თურმე ჭამენ კი არა, ეს სიყვარულებიან, ოჯახური სიყვარულით, სიმართლე გითხრათ და ეს თურმე უნდა ზღოს ქართველმა ერმა. მე გეუბნებით, ყველა ჩემდა სამწუხაროდ და საუბედუროდ, ყველა ჩემი პროგნოზი ახდა, რასაც ვამბობდი. და გეუბნებით, ეს არის საბოლოოდ ქართველი ერის წელში გატეხვა და გადაშენება. გავა ეს პროექტი, შეძლებს ივანიშვილი საქართველოში ამ ურჯულოების დასახლებას, მე ეს დამიწყებია ქსენოფობია, მე ვარ ქართველი. ჩვენი წინაპრები კიდე ურჯულოს უწოდებდნენ ურწმუნო ადამიანებს. არა აქვს მნიშვნელობა იმას, არაბი იქნება, ის იქნება ინგლისელი იქნება, ამერიკელი იქნება თუ ქართველი იქნება. ურწმუნო ადამიანებს, რომლებსაც ან სხვა რჯულის ადამიანებს, რომლებსაც ქრისტეს რჯული არ აინტერესებთ. ეს რო ასე არ მომხდარიყო საქართველოში, ეს რო ასე არ მომხდარიყო, ამას ეწირებოდნენ მურმანყრუს ლაშქრობიდან, აბულ-კასიმის, ბუღა თურქის და სხვა რჯულის დამპყრობლების მიერ, რომ საქართველოში არ მომხდარიყო ამათი დასახლება. არა, თურმე
თურმე ისინი დებილები იყვნენ ჩვენი წინაპრები. დებილები იყვნენ ჩვენი წინაპრები, რატო არ გაყიდეს ინვესტიცია, რატო არ ჩადეს? მოდიოდა ის კაცი ცეცხლით დამახვილით და გეუბნებოდა. ებიჯო, არაფერიო, კაცო, მიიღეო ისლამიო, აგერო და ჩემი ხალხიო იმასკენიო, რა ქვია, დაასახლეო და საძოვრებზეო აძოვეო, ისო და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. რამდენი დებილი წინაპრები ყოლია, კაცო. ეს რა, როგორი უტვინოები ყოლია? მაშინდელი არაბული, მონღოლური, სპარსული, თურქული, ხაზარული, რა ვიცი, ბიზანტიური, რომაული, მონღოლური ინვესტიციები, როგორ იმათ, რა ქვია, ცეცხლით ამახვილით შეხვდნენ, კაცო, ამ ინვესტორებს, კაცო, ეს რა უბედურება იყო, ეს რა იყო, კაცო. ეს რა ჩაიდინეს ჩვენმა წინაპრებმა, კაცო. ეს დავით აღმაშენებელი ხო საერთოდ ვინ იყო, კაცო, ეს ქსენოფობი, ჰომოფობი, რა ვიცი, ყველანაირი ფობიებით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც ხოცავდა ამ ხალხს, კაცო, და ყრიდას განსაკუთრებით თბილისის საამიროს აღების დროს აი ესეთ ქართველებს, რომლებიც არაბ ინვესტორებს უკანალში უზრებოდნენ, განსაკუთრებით აწამებდა და სჯით. და არ მინდა ეხა წმინდანებზე სხვანაირად გამომივიდეს, მაგრამ ისინი ისტორიული ფიგურებიც იყვნენ. და არ მინდა მას რელიგიურად შეხედოს. რა სულელები ყოფილან ეს დავით და კონსტანტინე, ბიჭო, ჰა? ვინ იყო ეს დავით და კონსტანტინე? ეს ბნელები ესენი მოდიოდა მურმანყრუ თავისი ინვესტორებით და საქართველოში არ დაასახლა, ბიჭო. რა არ მიცეს საშუალება შეეწირეს და რო არ დაასახლეს ეს ინვესტორები წაგდებიეს თავები, მე აქეთ იქეთ აწამეს. ამაში აი ასეთი ბნელები იყო. ბიჭო, ქართველებს და ქართულ აფხაზურ სამეფოებს შორის სიტყვოდა ჯერ მაშინ სამთავროებებს შორის არასდროს არ იყოს დასვლილი, როცა იყო საქართველო ერთი მეორეს მტრობით და უბედურებით იყო დაკავებული იქეთ ქართლი კახეთს, იმერეთი იმას სამეგრელო აფხაზეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ნორმალური მოვლენაა ისტორიულად, ყველა სამთავროებები ყველა ქვეყანაში ერთმანეთს მტრობდნენ, მაგრამ ეს არაბული საფრთხე იმდენად საშინელი საფრთხე იყო მოსული საქართველოში. ქართლის მეფე არჩილი და მირი დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ და მაშინაც ცალკე მყოფ აფხაზებს, ცალკე სამთავროდ მყოფ აფხაზებს შეეკრენ იმისთვის, რომ ამ უზარმაზარ ურდოს, რომელი ურდოც მოდიოდა საქართველოს გასანადგურებლად, არაბიზაცია რომ მოხდარიყო, რამენაირად ერთობლივად ქართველები და აფხაზები შებრძოლებოდნენ. ბუნება არის. ისიც კი წინააღმდეგი იყო ამ ყველაფრის. და გადაშალეთ წიგნით წაიკითხეთ, კაცო. ცხენის წყლის და აბაშის როლი, აბაშის წყლის როლი, უფრო აბაშის წყალზე არის იქ საუბარი, იმიტომ რომ აბაშის წყალმა წალეკა 25,000 ეთიოპიელი მეომარი, როდესაც მურმანყრუ დაბანაკებული იყო კოლხეთის დაბლობს. და ქართველებმა და აფხაზებმა ერთად მოიგერიეს ანაკოფიის ბრძოლაში დამპყრობლები. ეს არაბი ინვესტორები, ჩემო ძმებო, არაბებო, თქვენ ჭირიმეთ, თქვენ გენაცვალეთ რა. ელაღაბია. ამდღარიყო ეს ხალხი, კაცო. ამდღარიყო ეს ხალხი და შეკვროდა ამათ, კაცო, რა პრობლემა იყო? რა მოხდა, კაცო? გობრონის გმირობა, ვინმე წაგიკითხიათ გობრონის გმირობა, ახლა სხვანაირად არ ჩამომართვათ. ვიცი რომ ბევრ ჩემზე მეტი აქვს წაკითხული და ბევრზე მეტი იცის, მაგრამ აი ამ კოცებს ვეუბნები. ყველის ციხის მეპატრონის, არაბების წინააღმდეგ. რანაირი სულელი წინაპრები გვყავდა, ბიჭო, ა? და ახლა ეს ძაღლიშვილი, ეს ივანაშვილი გამოდის და პირდაპირ გვეუბნება, რომ ფული შემოაქვთ, კაცო, და ინვესტიცია იდებაო და სახლდებაო საქართველოშიო, კაცო, შეძლებული არაბობა და ასე იქნება და ასე იქნება. აი, ეს გასაგები არის, ეს ყველაფერი კარგად მესმის. მე მესმის, რომ ივანიშვილი არის, ეს მოღალატეც არა. იმიტომ რომ მოღალატეს რაღაცა ქონდა ფასეული, ხო? ისევე როგორც იუდას ქონდა ფასეული, ის იყო ქრისტეს მოწაფე, ერთ-ერთი უსაყვარლესი მოწაფე
და იმან გასცა, გაყიდა. და იუდა ამათ ბევრად ჯობია, იმიტომ რომ იუდა სინანულში ჩავარდა და თავი ჩამოიხრჩო. და მე არ მინახია, რომ საქართველოს გამყიდველებს საქართველოს გაყიდისთვის ვინმეს თავი მოეკლა. ასეთი არ ყოფილა, რომ მე სამშობლოს უღალატეო და ეს გაიცნობიერებია და მოეკლა. ამიტომ მოღალატე, რომელსაც რაღაცა აქვს დასაკარგი, ეს სხვა ამბავი. მაგრამ ეს კაცი არის სრულიად სტერილური ადამიანი. არ არსებობს მისთვის სამშობლო, არ არსებობს მისთვის საქართველო, არ არსებობს მისთვის ქრისტიანობაზე ზედმეტია ლაპარაკი და ესეთი რაღაცები. ამიტომ ეს კაცი აკეთებს იმ ყველაფერს, რაც არის მისთვის მისაღები. დღეს დავასრულებ ბლოგზე მუშაობა, თუ ვინმე საინტერესებს. რას წარმოადგენს არაბეთის გაერთიანებული საემიროები? ახლა დღეს თუ არა, ხვალ ალბათ უფრო ხვალ დავდებ ამას ჩემს YouTube-ის არხზე და ვისაც გაინტერესებს, ნახეთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვეულებრივი მომავალი გეოპოლიტიკური გიგანტი, რომელსაც აქვს თავისი ძალიან ღრმა გეგმები, რომელიც არ ეპუება შეერთებულ შტატებს, ჩინეთს, ევროკავშირს და სხვა ქვეყნებს, რომელსაც ებრძოლება და აქვს თავისი კონკრეტული გეგმები. მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის საქართველოში და ისინი ფულს ჰაერზე ასე არ დებენ. ისინი კარგად სწავლობენ ბაზარს, კარგად სწავლობენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, ნახულობენ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და თავის გეგმას ანხორციელებენ ამ კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან დაკავშირებით და ასევე თვითონ ეს ემირატები არის ჩვეულებრივი ოაზისი ფულის შენახვისთვის, აი სანქციების თავის ასარიდებლად და უამრავი რაღაცისთვის, რაც ბიზინა ივანიშვილის ფული და ქონება იქაა წასული და ლამაზადაა შენახული. ეს კიდე ცალკე თემაა, ნახეთ ვისაც გაინტერესებთ. ეხლა მინდა მოუბრუნდე სხვა საკითხს. ნახავ ბიბი აუცილებლად ნახავ პირას. ახლა მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ. გასაგები ეს ყველაფერი. გასაგები. მესმის ეს არის ჩვეულებრივი გამყიდველი, როგორც იყო სააკაშვილი და რა თქმა უნდა ახლა მეთევზე შორიდან ხედავსო და სააკაშვილთან ამხელა სითბოდა სიყვარული ქონდა და ისიც იყო რა ქვია ჩვეულებრივი გადაგვარებული იყო, რომელიც ეგერ ლაზიკას აშენებდა და სხვადასხვა რჯულის ხალხის დასახლებას ეგრეთ წოდებულ ლაზიკაში აპირებდა და ოღონ ის იძახდა სინგაპურს. ეს იძახის დუბაის, ყოველთვის ჰქონდა ამას გეგმები, რომ საქართველოს დუბაის ისა რა ქვია, უნდა დაემგვანოს, იმიტომ ახლა ვინც იცის მართლობას სინგაპურში დიქტატორული არის, მოსახლეობა არის 13% დარჩენილი, თუმცა ეკონომიკური ზრდა მაღალია, შემოსავალი დიდი. ხა დუბაიში ცოტა სხვანაირი სიტუაცია არის რა, იქ შეიხები არიან, ემირატები არიან, ასე ეს ახდენს დუბაის და ხალიფა ყავთ. ეს ახდენს დუბაის და სინგაპურის ერთმანეთთან შეზავებას. უბრალოდ საქმე იმაში არის, რომ დუბაი და ეს არაბები თავიანთ მოსახლეობას ხელის გულზე აცხოვრებენ. ამას უნდა სინგაპურივით საქართველოს კონდეს მოსახლეობის მხრივ და დუბაის სტილის მართლობა კონდეს, გადახედეთ როგორცაა ის ხალიფა, ასე უნდა ხალიფობა. მივდივარ ახლა ჩემო კარგებო, მივდივარ მაგამდე. ახლა მინდა მოუბრუნდე ახლა დამიძუ, ხო ვიცი ტრადიციულად დამიწყებენ ეს რა ვიცი ეს ბნელი შავრაზმელები ისევ ლანძღვა გინებას და 1000 სიბინძურეების ამაზე ის თქვა, იმაზე ეს თქვა, ამაზე ეს. ბიჭო, მე მაგ კონკრეტული კითხვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც რო კითხო ქვეყანაში არიან ერის სულიერი მამები. რომლებსაც პასუხისმგებლობა აკისრიათ ერის სულიერ დამოკიდებულებაზე და ქრისტიანობაზე და ესე შემდეგ. მე მინდა ვკითხო სამღვდელოებას. მე არ ვამბობ კონკრეტულად ამ ჯგუფს და იმ ჯგუფს, იმიტომ რომ ის ელიტა, რომელსაც საპატრიარქო ქვია, ეს დიდი ხანია გასაგებია, ვინ არიან, რა არიან, რას წარმოადგენენ. მაგაში ღმერთი და ქრისტიანობა და ისია დარჩენილი ახლა და ისი აქვთ, რა ქვია, რწმენის და უფლის რამე შემორჩენილი, როგორც ჩემში არის არაქართული სისხლი ერთი წვეთი.
ისია მაგათში ქრისტიანობის ნატამალი. ბიჭო, გეკითხებით, აი ამ მღვდლებს დაბალ დონეზეც გეკითხებით. ვიცი რომ არსებობენ ზოგიერთი ადამიანები, რომლებიც სასულიერო პირები, რომლებიც ამას ამბობენ, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბი. რა გინდა თქვენ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან რა? რა გინდათ ერთი თქვენ? რა არის თქვენი საქმე? ნათლობაში ფული აიღოთ, გასვენებაში ფული აიღოთ, ჯვრისწერაში ფული აიღოთ, ისა რა ქვია, წირვაში და ამაში, რა ქვია, მრევლი ყავდეთ და ასე რიტუალები ასრულოთ. ეგია თქვენი საქმე? ესაა თქვენი საქმე? მართლა მაინტერესებს. და იმას, რასაც ხედავს ადამიანის თვალი უკვე ხილული არის. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაო, რო გააქვთ პირი მოღებული და იძახით, როგორ ხდება ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის გადაბარება მურმანყრუს შთამომავლებზე, როგორ ხდება საქართველოში ისევე იმ უბედურების დატრიალება, რა თანამედროვე ტექნოლოგიების, რაც იყო თავის დროზე და რამაც 400 წელი ტანჯა ჩვენი ქვეყანა. ამაზე თქვენ პასუხისმგებლობა არ გაგაჩნიათ? არა, ეს თქვენი პასუხისმგებლობის სფერო? თუ რამეს იტყვით და ზემოდან დაგსჯიან? გასაგებია სულიაკ ჯაღმაიძეს ეშმაკზე მიყიდული. გასაგებია მუჯირს სულიაკ ამათი ბიჭო რა უნდა ვიწამო? აი ამათი რა უნდა ვიწამო ელემენტარულს გეუბნებით რა. აი ესენი წამომჯდარები, რა ვიცი, რაღაცა ღრმა სულიერებაზე ალბათ საუბრობენ, ლოცულობენ აქეთ, იქეთ, ეს მხედრიონელი. ესენი კიდე რა ჯულის ხალხი ღმერთმა იცის, ისიც ვიცი არ მინდა ახლა დადეტალება ამ თემას. და ამათი გამოზდილი ეროვნულები, ყვეროვნულები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყვეროვნულები. წაიგითხეთ აგერ ხვევით კომენტარი. გურამ ფალავანდიშვილის დიდი მამფალის, დიდი მოწამე, დიდი ქრისტიანის, დიდი რა ვიცი რა რჯულის ადამიანის, რო გეკითხა ეს იყო ქრისტიანობის მეტრი, რომელიც წერს ხვევით კომენტარებში იმას, რომ მე საქართველოში არაბიზაციის საფრთხე გადაჭარბებულად მიმაჩნია. ეს ამათი მართული გამოყლებული, რა ვიცი, არსება ამას არ ვიცი რა შეიძლება დავარქვა. მაგრამ ეხლა მამფალისთვის კაი დრო დგება. იმიტომ ეს ჩვეულებრივი სამაკლერო ბიზნესითაა დაკავებული და მინების ყიდვა, გაქირავება და იმად აიტყო კურთხევა აქვს ამისთვის მიცემული და ესეთი დაყლეებულები გამოდიოდნენ და იმას, რა ქვია, ქრისტიანობის მცველებად გვევლინებოდნენ და იმას შვებოდნენ, რა ქვია, და ვითომ ახლა რა მამფალ ღვთისმშობლის კურთხეული ისა, რა ქვია, ქვეყანა ესა? გეკითხები და გამეცი პასუხი შესირო, გამოსწირებული შვილი კიდო. არ მინდა მე ამ შვილებზე და ამიმგეზე ლაპარაკი, პოლიტიკაში იყავით, რო გკითხოთ კაცმა და ხმას იღებდით, ლამის და ფლაგმანები იყავით, ლამის ტამპლიერები იყავით გამხდარი. ახლა ვერ ხედავთ, ხო? ის დაყლეებული ხალხი თავის დროზე, იმაში, რა ქვია, ირანის საელჩოში რო იყავით, მივარდნილი და წარწერა ესო, რა ქვია, ვიღაცა ირანიდან გამოქცეული, ირანში რო იმას, რა ქვია, არ ედგომებოდა საქართველოში შემოსული რაღაცა სიტყვა თქვა და ის თუ კონტექსტიდან ამოუჭრეს, არ მახსოვს რა ერთი სიტყვით, ზუსტად სიტყვით და მივარდნენ, რა ქვია, ქართველებს რო შეურაცხყოფა მოგვაყენაო და იმის ვაგივრად რო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისულიყვენ და უშიშროებასთან რო დაიჭირეთ ეს ასე შეურაცხყოფა ირანის საელჩოს მიუხდნენ და ირანის საელჩოს მიუხდნენ ეს ყვერთაოზები, ეს იყო გურამ ქართველიშვილი იყო, ეს დასწირებული იყო კიდო დიმიტრი ლორთკიფანიძე და აი გონია მანჯავიძე და ეგენიც იყვნენ, არ ვიცი ახლა 100%-ით არ მახსოვს, მივარდნენ იქ და აუტეხეს ეს ამბავი რომ რას ქვიაო ვიღაცა ირანელმაო და გამოვიდა ის კაცი დიპლომატი იყო, ჩამოყა განათლებული, შეხედა ვაი უბედურო საქართველო ალბათ იფიქრა და მაგაციო ჩვენო ირანში ძებნილად აკვყავსო და თუ დაიჭერთა გადმოგცემთო სიკვდილით დავჭით ირანშიო, მაგრამ არ იჭერთა არ გვაძლევთო და ჩვენ რა გიყოთო და აქო ის არაო, რა ქვიაო, წარწერა არაო, ქართულათო ერთი ამბავი რო ატეხეთ და ასე შემდეგ და ეს დასწირებული მამფალი იმას ეუნებოდა
კიო ირანიო მტერიაო ჩვენიო, მაგრამ ამერიკასთან ერთადო უნდა ამერიკის წინააღმდეგო ირანი და საქართველო უნდა გავერთიანდეთ და ვიომოდო. ეს სირი, ეს პიტალო, ეს ჩამოყალიბე. ეს ამათი გამოზდილი და ამათი გამოზდილები სადახართ ახლა ეს დასირებული ხალხი? სადახართ ეს დასირებული ხალხი, ამის ტამპლიერებად რო იყავით ქცეულები, რატო არ იღებს თქვენი სულიერი მამები ხმას? ეს პოლიტიკა ახლა, ხო? ეს პოლიტიკა, ეს არ ეხება ახლა ამათ, ხო? არა, ეს საპატრიარქოს რა საქმე არის და რა მღვდლების რა საქმე არის თუ კი საქართველოში ამდენი არაბი სახლდება და ამდენი ის და რა ამათი საქმე არის ლოცვა. სადაა თქვენი გაბრწყინებული იბერია? გეკითხებით, ბიჭო, გამეცით პასუხი. სად ბრწყინდება საქართველო? გამეცით პასუხი. ამდენი დაყლებული ხალხის ხელში გაბრწყინდება კი არა, ამდენი ხანი სული რაფერ გვიდგია პირში, მე იგი მიგვის სიმართლე გითხრათ. სადახართ ბიჭო თქვენ? რატო არ აკეთებს არც ეს? არ აინტერესებთ, იმიტომ რომ იმას 60 მილიონი მიცეს, იმას 10 მილიონი მიცეს, იმას 20 მილიონი მიცეს, ის დაკომპრომატებულია, ის ასია და ამათი საქმე არის ვიღაცა იქ ნაციონალ მღვდელს დიოს, იმან ქოციონალ მღვდელს დიოს და ეს. ესაა თქვენი საქმე? ეს რას ემსახურებით, ბიჭო, ღმერთს ემსახურებით? მეტი არა, ჩემი დამაწყევარი. ღმერთი არ გძამთ, არ გძამთ. მრევლიც რო აღარ გრჩება თქვენ გამოშტერებულებო. მე არაბებს განათლავთ? მე არაბებს მონათლავთ? აბოთბილელებად აქცევ? იმ 70,000 მას? შეიძლება ახლა ამას დაგვიწყებენ, ხო? რა მოხდაო? მე აბოთბილელიცო ის იყო, რა ქვიაო, არაბი იყო და აბოთბილელიცო გაქრისტიანდაო. და აბოთბილელის და ხა დაიწყებენ, რომ კოქტების თამამავლები არიანო ესენი ეთქო შეიძლება დაგვიწყონ არაბი ქრისტიანების. ამ 70,000 არაბს მინიმუმ 15 მეჩეთი რო დაჭირდება? არ ვარ მეჩეთების და არავის მე სარწმუნოებას არ უშლი 400-მდე მეჩეთი და ჯამია საქართველოში და ქართველი მუსლიმები საქართველოს შულები არიან და ესე წამთ და ილოცონ, მაგრამ ესენი ვინ არიან? ესენი ვინ არიან? და ღმერთმა გაუმარჯოს ჩემო ძმაო, თუ გამოვიდა ჯამდელიანი და თუ ეს თქვა, ღმერთმა გაუმარჯოს. ღმერთმა გაუმარჯოს. მაშინ როდესაც ნამოხვანის ამბავი იყო და აქ თურქების ჩამოსახლებაზე გესის ერთადერთი სტეფანე ამოიღო ხმა. მე ვიცნობ სტეფანეს. განათლებული კაცია, ხმას იღებდა, არ ვიცი ახლა რას ამბობს, არ ვიცი. ახლა რას ამბობს, არ ვიცი. არც სტეფანესი ვიცი, არც დანარჩენების არ ვიცი. ვერ ვხედავ მე ამას. მე ვერ ვხედავ მათი მრევლის ხმის ამოღებას. იგუებით ანუ ასია ხო ეს ღვთისნებაა, ეს ხო ღმერთის ნებაა ეს ყველაფერი, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მუჰამედის მიმდევრები დაასახლოთ, ხო? დაიწყეთ ახლა მეორედ მოსვლა ახლოვდება და მეორედ მოსვლის დროს თავშესაფარს საქართველოში მოითხოვს ყველა უცხო ტომელი და კარი არ დაუხუროთ ყველა მიდი დაიწყეთ ახლა ეს ქადაგებები ეს ბოდუები დაიწყეთ ეს როგორც ჩვევიათ ისე ვინმე რამე სიტყვის ბიჭო ამაზე შენ ხარ თურმე სატანურ სიმართლეს ამბობ. ეს თურმე შეიძლება სიმართლე სატანური სიმართლეა. ესეთი სირობები აქვს ახლა ახალი შემოღებული ხალხის დასაბოლები. გეუბნებით კიდე ერთხელ, ერი და ბერი. თუ არ დადგება ერთად, თქვენ 70,000 არაბს მოიშორებთ საქართველოდან, რომელსაც იმხელა უზარმაზარი ძალა უდგას უკან, როგორც არის ემირატები, თავისი ფინანსებით, თავისი დაქირავებული არმიებით და ასე შემდეგ. თქვენ ცნობისთვის თავის დროზე საქართველოში სეპარატისტები, მე არ ვამბობ, რომ ყველა ოსი სეპარატისტი იყო, ყველა აფხაზი სეპარატისტი იყო და ასე შემდეგ. იყო უამრავი იქ ადამიანი, რომელსაც პირიქით მშვიდად ქართველებთან ერთად ცხოვრება უნდა. ეს სეპარატისტები მთლიანად რო აგეღოთ თავი ბოლო ერთად არ მოიყრიდა აფხაზებიც და ოსებიც ერთად არ მოიყრიდა 2000-3000 ადამიანს.
რომელსაც არ უნდოდა საქართველოს შემადგენლობაში ეცხოვრა აფხაზ და ოს. არ მოიყრიდა ერთად. არც მაგდენი არ იქნებოდა. და შევძელით ჩვენ 2000 და 3000 ისეთი გადაგვარებული თუნდაც აფხაზის, ოსის, ქართველის ხაზგასმით ვამბობ, გვარგადაკეთებულის და აფხაზად რა ვიცი მე დაწერილის და რა ვიცი რა ქართველი სეპარატისტების კიდე რომელიც უამრავი იყვნენ. შევძელით ჩვენ ამ 2000-3000 ადამიანის განეიტრალება საქართველოში. აბა 70000 მდიდარ არაბს ვინ განეიტრალებს საქართველოში. მით უმეტეს რომელსაც ეყოლება თავისი მუშახელი, რომელსაც ეყოლება თავისი დაცვა, რომელსაც ეყოლება თავისი მოსამსახურეები, ადგილობრივი ქართველი პარტნიორები და ასე შემდეგ. შევძლებთ ამას? ვერა ხო? ნუ დამეთანხმებით რომ ვერა. ამიტომ ქვეყანა მიდის კატასტროფისკენ. გეუბნებით, რასაც ამბობს თემურ გიორხელიძე და რასაც ამბობდა კიდე სხვა ბევრი, მიზანი არის ქართველების ეთნიკურ უმცირესობაში გადაყვანა საქართველოში. წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი და მიმდინარეობს შევარდნაძიდან მოყოლებული. არ არის ეს მარტო ივანიშვილის დამსახურება, მარტო სააკაშვილის. ეს არის ერთიანი ჩამოყალიბებული ანტიეროვნული, ანტიქართული ძალების მიერ ესენი ყველა მათი მსახური არიან გეგმა საქართველოს დაცლა ქართველებიდან და საქართველოს ათვისება მერე სხვა ტომელებიდან. შეთქმულების თეორიები და ეს რა თუნდა შეთქმულების თეორია თქვენ დასირებულო ხალხო ამას ვერ ხედავთ ასე რამ დაგიფსოთ თვალები და დაგიბნელათ. მიმდინარეობს ეს გეგმა ნაბიჯი ამას შეწირეს ზვიად გამსახურდია. გეუბნებით. ამას შეწირეს ვერაბ კოსტავაც. ქართველებიო ხელისცეცებით დავიწყებთო დადგებაო დრო ზებნას. ჯერ კიდე მაშინ ნათქვამი. გაიხსენეთ, ამოიღეთ არქივებიდან და წაიკითხეთ, მოისმინეთ მათი ჩანაწერები. აი ეს პროვინციული ფაშიზმიდან რო გადაარჩინეს ეს კლოუნადა. საქართველოს დიდმა პოლიტიკოსმა შევარდნაძემ და მისმა გუნდმა. აი, ასე მიდის ეს ყველაფერი, ასე მიდის ეს ცხოვრება და როგორც მაშინ ყავდათ ხალხი დასირებული და დაქლიავებული. რო თურმე პროვინციული ფაშიზმიდან ახდენდნენ იმასო, აი, ელემენტარულს გადახედეთ, ისე ხდება დღესაც. ეს ნაცქოცური დაპირისპირებები, რომელიც ვითომდა რუსთაველზე რაღაცა ისა ციოკობა და ვითომდა რუსთაველზე ისა რა ქვია აქტიური საზოგადოება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის იმას ეს არის ქართველი ერის წინააღმდეგ შექმნილი ჩვეულებრივი სატყუარა, რომელიც სატყუარაც იყო თავის დროზე შექმნილი ეს 90-იანებშიც ეს ყველაფერი. დაკვირდით როგორ წარმატებით ასრულებენ ეგრეთ წოდებული ნაცური ძალები ქოცების გეგმას. ყველა ქმედებას მიმართავენ იმისთვის, რომ ქოცებმა მათი იმით რა ქვია მათი ქმედებებიდან გამომდინარე მიიღონ ისეთი კანონები, რომელი კანონებიც საქართველოში საერთოდ პროტესტის გამოხატვას ჩაკლავს. ვინმე ამოიღებს ხმას? მოკიდებს პოლიციელი ხელს, ჩააგდებს ციხეში. 20 ლარია ქვეყანაში კანონით ოფიციალური ხელფასი მინიმალური თვეში და 2000 ლარია ჯარიმა მინიმალური. ამისთვის ციხე, ამისთვის ჩამოხრჩობა, ამისთვის ეს, ყველა აბსოლუტურად ყველა პროტესტის გამოხატვის ფორმას ნაცების საშუალებით ქოცები აკანონებენ ამ ყველაფერს. ხვალზე შენ
უბრალო ქართველს რომ მოგინდეს ხმის ამოღება და სისტემის წინააღმდეგ წასვლა შენ ვერაფერს ვერ შეძლებ, იმიტომ რომ ნაცები არ მოbrunდნენ ხელისუფლებამ ამის გამო კანონი მიიღო. ეხლა გეტყვით კიდე ერთ ძალიან დამპლურ გეგმას სისტემის და ხელისუფლების ახლა გამოხტებიან რა ინფორმაციაც გამაჩნია, საიდან და რატო ეს არავის საქმე არა. აღნიშნული თემის მარგინალიზაცია კოცებს აქვს ჩაშვებული, ეს უშიშროებაში უკვე დაწერილი დირექტივაა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ლაპარაკი უნდა დაიწყონ მევახშეებმა, ნაცებმა, სხვა მარგინალურმა ჯგუფებმა, რომ ივანიშვილი საქართველოს გვიყიდის, არა, ვინც ხმას ამოიღებს. ჩვენაირი უბრალო ხალხი ყველა იქნება გაიგივებული ნაცებთან, რომ აი როგორც ნაცები ითხოვენ ამ ყველაფერს, ასე ითხოვს ეს ხალხი, ნაცური პროპაგანდის მსხვერპლები არიან, სინამდვილეში ეს ასე არაა და არის ასე. ეს ერთი. მეორე. ეგეთი დაყლეებული ადამიანები, როგორიც არის, აი ეს გურამ კარგად ღრმად რო იყოს ბევრისთვის, აი ეს გამოსცილებული რო არის, ეს ვითომ ქრისტიანი და ვითომ მორწმუნე. ჩვენ თვალში არაბიზაციის საფრთხე გაზვიადებულია. აი ესეთი გამოსცირებულების მხრიდან შეიკრიბება ცალკე ეგრეთ წოდებული ეროვნული ქრისტიანული ჯგუფები, რომლებიც იქნებიან რადიკალიზმში ვითომ შესული ამ ყველაფერთან და თუ ვინმეს დაგჭირდებათ გვერდში დგომა, დაუდეკით მამფალს გვერდში და ჯაღმაიძის და ამათ ნაკურთხ ძალებს. აი წავა ეს დაჯახება ერთი მეორეში. გეუბნებით ხალხო, ეს პროექტი ან გატეხავს და გადააშენებს საბოლოოდ საქართველოს, ან ამაზე ქართველიერი ამოიღებს ხმას და გატეხავს და გადააშენებს ბიძინა ივანიშვილს და თავის ქოცობას საქართველოს. სხვა სალაპარაკო მე არაფერი არ ამბობ. ზედმეტი აქვს საუბარი სამართლიანობის აღდგენაზე, ამაზე, იმაზე, ნებისმიერ სოციალურ საკითხებზე. სისულელია ეგ ყველაფერი. სისულელია ეგ ყველაფერი. ერთი მეგობარი მყავს მეზღვაური. და ის ამბობს ესეთ რაღაცას ინგლისელი მეზღვაურების გამოთქმა არის ასეთიო. ჰორიზონტზე როდესაც საფრთხეს დაინახავ, გემისთვის არა აქვს მნიშვნელობა ეს აისბერგი იქნება, რიფი იქნება, თუ მეკობრეების ხომალდი იქნება, ის უნდა იცოდე, რომ სანამ შენ თვალი დაინახე, იმაზე მეტი ახლოსა. ჩვენ რაც დაგვიდეს თვალწინ და რაც დაგვიდეს ხელის გულზე, უკვე აღარ იმალება ეგ ყველაფერი. ინვესტიციების სახით, ამის სახით, იმის სახით, ეს ყველაფერი არის ბევრად უარესად ახლოს, აღებული ამის გარანტიები და ვაი ბიძინას არ შეასრულოს, აბა ახლა ეს გარანტიები რაც აქვს აღებული. აი როგორც საყდრისი გაასწორა მიწასთან და ხმა არავინ ამოიღო. ხმა არავინ ამოიღო, დედის რძესავით შეირგეს. როგორც ვითომ ეს ქარხანა და ირმა რო იბრძოდნენ ამ ყველაფერზე, პირველი გამპრავებლები, პირველი ივანიშვილის უკანალიდან გამომძვრალი ხალხი. აი ამ როლის შემსრულებლები კიდე ბევრი გამოჩნდება საქართველოში. დაიდება აგერ ყველაფერი, ხელის გულზე გაჩნდება ყველაფერი და მე გეტყვით. ყველა ვინც ამ პროექტს საქართველოში 70,000 არაბის დასახლებას მოინდომებს და მხარს დაუჭერს და მწვანეს აუნთებს, ყველა იქნება საქართველოს დაუძინებელი მოღალატე. წეს თუ გადარჩა საქართველო, ამათი სახელები და გვარები უნდა შევიდეს მოღალატეთა წიგნში, რომ გადაეცეს შთამომავლობას, ძალიან კარგად იცოდნენ ვისი ბაბუა და ვისი ბებია რას აკეთებდა. მე რო თქვა, თუ გადარჩა საქართველო, თუ გადარჩა თუ შეა საქმე. აი ესეთი ქვეწარმავალი მოღალატეები, კოლაბორაციონისტები ყავდა ისტორიის მანძილზე ქვეყანას და მივიღეთ ეს, რაც მივიღეთ. და მივიღებთ კიდე ბევრად უფრო უარეს. რაც შეეხება 6 მილიარდის საკითხს, რომ იძახიან, რომ აი 6 მილიარდი დიდი ფულია ინვესტიცია შემოწ. მე მინდა გითხრათ, ხალხო,
გადახედეთ, ესა ოფიციალური მონაცემებია, ამაში არ ითვლება ვიღაცას ფული გამოატანა, ვიღაცამ ძღოლს გამოატანა, ჯიბით შემოიტანა ქართველმა ემიგრანტმა, ამაზე არ ალაპარაკ. საქართველოში გზავნილები, რომელიც იგზავნება გაძვალტყავებული, გაჭირვებული ემიგრაციიდან 2022 წელს იყო 4 მილიარდი 400 მილიონი, 2023-ში იყო 4 მილიარდ 100 მილიონი, 2023 წელში იყო 3 მილიარდ 600 მილიონი, 2025 წელში აგერ არის უკვე 9 თვის მანძილზე არის 2 მილიარდ 700 მილიონი და პროგნოზირებული არის რომ 3 მილიარდ 600 მილიონია. ამ ბოლო 4 წლის მანძილზე რომ აიღოთ დაახლოებით 15 მილიარდი აქვს ქართულ ემიგრაციას გამოგზავნილი საქართველოში. აშენდა ქვეყანა. თან ეს ისე კი არა რომ ვიღაცის ბიუჯეტში შესულიყო. თავიანთ ოჯახის წევრებს ურიცხავდნენ პირდაპირ. აშენდით. არ შეიძლებოდა თუ ვინმეს ბიზნესი აინტერესებდა, თუ ვინმეს ემიგრანტების გაუმჯობესებული ცხოვრება უნდათ და რამე უნდათ ისი ამა დედას შევეცი მე სათითაულოდ ამათმა საპარტნიორო ფონდებმა, ამათმა ქართულ ფონდებმა ბოლო-ბოლო სახელმწიფო პროგრამით აშენებულიყო ქართული ქალაქი და ეს 15 მილიარდი ორჯერ მეტი 6 მილიარდია, რო ვკითხო ამათ, ეს 15 მილიარდი არის აგრო დათვალო 4 წელიწადში. ვერ აშენებდა ქართულ ქალაქს. ამათ ქართველები არ ჭირდებათ სამშობლოში. გაიგეთ დაყრუებულო ხალხო. გაიგეთ ეს. ეს არის ერთი სისტემა. ეს არის ანტიეროვნული სისტემა, ეს არის ანტიქართული სისტემა. ნებისმიერ პარტიაში შესვლა, ნებისმიერი პარტიის სახით მონაწილეობა, ხელისუფლების ეს ჩვეულებრივი სისტემის მსახურება აღარ დარჩება ერი ქვეყანაში. ამას სჭირდება საერთო სახალხო აჯანყება. როგორი სულელი წინაპრები ყოლიათ. კიდე ერთხელ ვამბობ. როგორი სულელი წინაპრები ყოლიათ. როგორ ებრძოდნენ არაბულ ინვესტიციებს. როგორ ებრძოდნენ მონღოლურ ინვესტიციებს, სპარსულ ინვესტიციებს, თურქულ ინვესტიციებს. როგორ ებრძოდნენ, აიღეთ აგერ შაჰაბასის და ბახტრიონის აჯანყება აიღეთ. და ქართველარ საქართველოში დაასახლეს ის ხალხი, რომელი ხალხიც დახნავდა, დათესავდა, გამრავლდებოდა ასე შემდეგ. ელემენტარულს გეუბნებით, როგორი დებილი ყოფილან ის ხალხი, ვინც აჯანყდნენ. ბახტრიონის აჯანყება. ზაზა შათირიშვილი ეს უკაცრავად, მაგრამ მანდილოსთან ეს დოდოყლე ეს ვითომ ფალოსოფოსი? მაგის დედას შევეცი, მაგისას, ხო? ეს ფალოსოფოსი, ახლა რო ისა რა ქვია, ივანიშვილის უკანალში. აგერ შევბრძანდით, ბატონო, ჩემ გვერდზეც მიდევს, ვისაც გაინტერესებთ. კაცი პირდაპირ ამბობდა, რომ მე ნაციონალურ მოძრაობასო მხარს უჭერდიო, იქედან გამომდინარეო, რომ მართლმადიდებლობას ებრძოდაო. და საქართველოსო თუ უნდაო ევროპული მომავალი და დასავლური მომავალიო, მართლმადიდებლობაზე უარი უნდა თქვასო. ქრისტიანობაზე უარი უნდა თქვასო. ოქროაშვილი ვაჟა წერს ესეთ რაღაც ევროპა და ემიგრანტები. კი, ემიგრანტები ინახავენ და რა თქმა უნდა ევროპიდან არის გაგზავნილი ძალიან დიდი ნაწილი ბოლო წლებში, მაგრამ ეხლა ნუ დაიწყებთ რა კონკრეტული გაერთიანების გამოხატვას, იმიტომ რომ ევროპა ბოლო წლებში დაიწყო გადასვლა თუ არ გადახედეთ ეგერ მონაცემებს და ვინ გინახავდათ მთელი ამ წლის მანძილზე და ამ იმის მანძილზე, მაშინ კარგად შეხედეთ. 2008 წლის ომიდან 2022 წლამდე 16 მილიარდი არის რუსეთიდან გზავნილები. მაშინ და იყავით რუსეთის მადლობელი, რატო არ ახართ რუსეთის მადლობელი? ის რაც შეეხება რომ ემიგრანტების ფულებს ესენი ჭამენ,
და ამ ემიგრაციას მინდა უთხრათ, ბიჭო, ჯერ ერთი საქართველოს ხო ამოუსებელი ორმოა. აგზავნით, არ მთავრდება. არ მთავრდება ეს გზავნილი, არ უმჯობესდება საქართველოში ცხოვრება თქვენიანის, ხო? ხო არ უმჯობესდება. მაინც აგზავნით. თქვენ რას გიკეთებენ? თქვენი ოჯახის წევრები, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეინახოს, განახიებენ თქვენ. 4 მილიარდამდე არის გზავნილები და სახელმწიფო ბიუჯეტი, საერთოდ სახელმწიფო ბიუჯეტი 9 მილიარდ დოლარამდეა. და ჩემო კარგებო, ის რო აგზავნით ერთი, ამ თქვენ გაგზავნილიზე გადასახადებით, იქ დახარჯული ფულით მაგანი რო სარგებლობენ ეს ორი. ახლა რო შემოგთავაზეს რო კიდე რასაც აგზავნით იმაზეც ბეგარაო და რაც დააგროვეთ იმაზეც ბეგარაო, ამას გიკეთებთ თქვენი სახელმწიფო ქოცობა. და ემიგრაციაში ყოფება კიდე გაუმარჯოს ბიზნესს, რომ გაუმარჯოს მიშასო, იძახით. ესა ამიტომ მე ყველას მოუწოდებ. იმიტომ ვხედავ ჩემი სამშობლოს გარდაცვალებას ვხედავ, რომელშიც მონაწილეობენ ნაცქოცი მთლიანად ეს პოლიტიკური სანაგვე, თავიდან ბოლომდე ეს პოლიტიკური სანაგვე მონაწილეობს. ამაში მონაწილეობენ ეს ვითომ ღვთისმსახური ხალხი, რომლებიც ხან ბიზნესს ლოცავენ, ხან მიშას ლოცავენ, რომლებიც ძალიან კარგად ხედავენ, როგორ გადაშენების პირასაა ერი და პირში წყალი ახლა არის დუმილი ოქრო ირჩეული. დედა რა სულელები ყოფილა მარაბდის ბრძოლაში, კაცო. ის ეპისკოპოსები, ის მღვდლები და ის ბერები რა სულელები ყოფილან, ხმალს მოკიდნენ, ხელი კაცი მოკლენ. ცოდვაჩა როგორ იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის. რატო არ შევიდნენ ეკლესიაში და რატო არ ილოცეს? ღმერთი მოეხმარებოდათ და მათი ლოცვით გამარჯვება მოხდებოდა. რა თქვენგან განსხვავებით? მიდი ძმა, მიდი. ჯიპი კაი და ნომერი კაი, მამაო, ნომრად და ესა რა ქვია. ვინც ამაზე შეგეხებათ და ვინც ამას გეტყვით, ის როგორ რაც თქვენი წვლილი არის ამ ერის დეგრადირებაში და ამ ქვეყნის დაქცევაში შეტანილი, ამდენი წვლილი არავის არ აქვს. ამდენი ყანდური და ამდენი კაკოიათა ბაგარი არასდროს ყოლია ამ ქვეყანას და ერთმა დამიწერა კომენტარებში რა მადლია ეგერ გელათში დაწოლილი კაცი დღეს, რა მადლია. მოგდოთ ერთი ლაგამი თქვენ თავის ადგილას და წვერიანებს თუ უწვეროებს ყველას მიგიჩინოთ თავისი ადგილი, ზოგს ქუსლი დაგაჭვათ, ზოგს წვერი გაგპარსოთ, ზოგი ძელზე გაგსვლათ და ზოგი ჯვარზე გაგაკრათ და ზოგს რა ვიცი კიდე 1000 ადუღებული კალა ჩაგასხათ პირის მეთოდები ბევრი ქონდა. აი წმინდანი იყო მე. შენი ერის და შენი მტერის შენი რწმენის და შენი ქვეყნის მტერის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არაა დანაშაული. ეგა. ეხლა გამოჩნდებიან განსაკუთრებით ეს ფლანგი. დააკვირდით გულაშვილი, დააკვირდით ხვინდრავას, დააკვირდით იქ გოგავას, დააკვირდით იქ მანჯავიძეს. ესენი უსაბნოთ რო ტრაქში ზრუებიან პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის და სხვა ნაგავს კიდე იქ რო არიან თავმოყრილი. ბიძინას გაუმარჯოს, ოღონ ბიძინას. აი ამ კლანს დააკვირდით. ესენი ყველა ითამაშებენ უბედურების როლს საქართველოში. მე ჩემი მითქვია. სილაში თავის ჩაყოფას, სირაკლემის პოზაში ყოფნას ჯობია თვალებში შეხედო იმ პრობლემას, რა პრობლემას უდგას ერს. და შეეწინააღმდეგო და ჯობია აღიარო, რომ ქვეყანაში არ ყავს არც ერთი პოლიტიკური ძალა, არც ერთი ესა რა ქვია მოძრაობის თუ რა ვიცი მე ეს პატრიოტული გაერთიანებები თუ რა ვიცი რა რომელიც არსებულა აქამდე. არ არსებობს არანაირი ეს სამღვდელოების და ამათი იმედი არანაირი არ უნდა არსებობდეს.
და თუ ვინმე ამ სისტემას შეებრძოლება, ისე როგორც მე ჩემი ძმა კიდე სხვები, აი თუნდაც ქართველთა დიდი გაერთიანება და რა ვქნათ რო იძახი. მიდით ქართველთა დიდ გაერთიანებაში და ჩაეწერეთ. მიდით, მიიღეთ. არა აქვს სურვილი ამ ხალხს, არც სკამზე ჯდომის. არა აქვს ამ ხალხს ვინმეს მსახურის, ფულის შოვნის, არის სისტემის წინააღმდეგ. არ გინდათ? მაშინ დაჯექით ვიზია და უყურეთ ამ ყველაფერსა. თქვენ გააკეთეთ უკეთესი და მე შემოვალ თქვენთან. და ჩვენ შემოვალთ ყველა თქვენთან. მიდით. არ ვიცი ემზარ რაზე მეუბნებოდი ბოდიში. ეგა ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიზი. მიშა მოგვაშორე. კეთილი კაცი ხარ, სამება აგვიშენე. მადლობა ბატონო ბიზი. მადლობა, შენაირი მეცენატი არ ყოლია ქვეყანას ისტორიაში. გაიხარეთ თქვენიც შემოგარგებ. აი ამის თქვა მინდოდა მეტი არაფერი. ალბათ ხვალისთვის დავდებ უკვე ვიდეოს, რომელიც ეხება უშუალოდ ემირატების როგორც სახელმწიფოს და როგორც მათ მხედველობას და მათ დამოკიდებულებას ინვესტიციებთან, მათ გეგმებს სხვადასხვა ქვეყნებში და როდესაც ისინი აფრიკის ათვისებას ასე წარმატებით ახორციელებენ, წარმომიდგენია საქართველოს ათვისებას როგორ ისი სწრაფით განახორციელებენ. აი ძმაო ახლა თუ უნდა ამ ერს სიკვდილი და თუ ამ ერს უნდა განადგურება და თუ ეს ერი მზად არის იმისთვის, რომ როგორც თავის დროზე ღვთის ჩამოწოლის ინფორმაციითა ცნობილი ისტორიაში აფხაზეთში სხვების ჩამოსახლება, იქ ოსების დასახლება მაქსიმალურად შიდა ქართლში, აგერ ჯაყოს ხიზნების და იქ საინგილოში დასახლება ლეკების, ყინულის ჩამომტანად რო ჩამოასახლა ქართველმა მეფემ. იქ თავის დროზე ბახტრიონის აჯანყების მიზეზი, იქ ეგერ რა ქვია, ახლა რო თურქი მესხებიო და ვეღარ ვცნობთ ჩვენ სისხლს და ხორცს სტაოკლარჯეთში დარჩენილია ერთეულები, იქ როგორ დაასახლეს ოსმალების იმპერიამ, თავიანთი ანკლავები როგორ შექმნეს. ასე შემდეგ. ლერი რუსებს აწყობთ კავკასიაში სტაბილიზაცია და არ ვიცი, ალბათ იქნებათ გარანტიები იმის, რომ სტაბილიზაცია იქნება და ომი არ იქნება და იმას ნახდათ გეტყვი, რომ მომავლის საკითხებში, თუმცა არ ვიცი ახლა, იმიტომ რომ რუსების ინტერესში არ შედის კავკასიის საქართველოს ისლამიზაცია. ეს არ შედიოდა არასდროს მაგათ გეგმებში, იმიტომ რომ ისლამური საქართველო ეს პრაქტიკულად გაერთიანებულ ისლამურ კავკასიას უდრის. და თავის დროზე, როდესაც აფხაზები ცდილობდნენ თავიანთი მუჰაჯირების ჩამოსახლებას აფხაზეთში, კატეგორიული წინააღმდეგი იყო. თუმცა და სხვათა შორის ბაღებში მაგას გადააყოლეს. თუმცა აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ 460 ოჯახამდე აფხაზეთში იქნა ჩამოსახლებული არათურქი მუჰაჯირები, არამედ სირიელი აფხაზები, სირიაში მცხოვრები მუჰაჯირები, იმიტომ რომ ისინი ლოიალურები იყვნენ რუსეთის მიმართ. თუ ჩვენ ჩავთვლით იმას, რომ არაბულ ქვეყნებთან ლოიალური დამოკიდებულება გააჩნია რუსეთს და თბილი დამოკიდებულება, ყოველ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს სასიამოვნო რუსეთისთვის, მაგრამ არც ისეთი კატასტროფული იყოს, როგორცაც ისინი ხედავენ სხვა, აი თუნდაც იმ თურქების დასახლებაში, აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში, მაგრამ აქაც სადაო არის და სიმართლე გითხრათ, მე ვერ ხვდები ერთ რაღაცას რუსეთის ინტერესები აქვს უსაფრთხოების კავკასიაში და საქართველოში და მეორე ამბავი კი ეგრეა, რომ რატო უნდა იყოს რუსეთის მთავრობა საქართველოს მთავრობაზე მეტი პატრიოტი, რომ იზრუნოს საქართველოს. რატო უნდა იყოს? აქ უბრალოდ ერთ რაღაცაში არის საქმე, ეს მათ ინტერესებში ჩაჯდება თუ არ ჩაჯდება. ვერ გეტყვით რუსულ გეგმებს 100%, თუმცა ეს ფაქტები რაც მოგიყვანეთ, კი, ნამდვილად ასე იყო. ეხლა დაგემშვიდობებით და დაგვერდით აგერ, რასაც მე ვამბობ, თუ ესე არ ხდება.
და თუ ამაში რაიმე არის მოგონილი, გინდათ ისტორიული ფაქტი, გინდათ დღევანდელი ფაქტი, გინდათ მომავლის ანალიზი. არ ვამბობ მე ვარ გადასარევი, ბრმა უნდა იყო, დებილი უნდა იყო ადამიანი, შენი ქვეყნის ისტორია წაკითხული გქონდეს და ელემენტარულად ამას ვერ ხედავდე. გამოდებილებული უნდა იყო. ეგ არის. ქუდზე კაცი და ბახტრიონი. სხვა შემთხვევაში აი ესენი საქართველოს თბილისის საამიროდ გადააქცევენ მთელ საქართველოს, როგორც იყო 400 წელი.